გამარჯობათ მეგობრებო, დავასრულე კიდევ ერთი ავტომატური დანა შეკვეთით. ესეთი გამოვიდა. მასალასაც შეეხება NFT ფოლადი, პირი ფიქსატორი, გამომგდები ზამბარა და კუდი, გამომგდები ზამბარა და კუდი ერთიანია, ანუ გადაბმის გარეშე. ტარის კორპუსს რაც შეეხება 304 მარკის უჟანგავი ფოლადია. თვითონ ეს ნაკლადგები, რაზეც გრავირება არის გატარებული, როგორც ყოველთვის ხელით გრავირება, გახლავთ იგივე 304 მარკის ფოლადი. ფიქსატორი და პირი, როგორც აღნიშნე, და გამომგდები ზამბარა გახლავთ NFT ფოლადი 8x6 NFT. ეს არის მაღალ ნახშირბადოვანი ლეგირებული ფოლადი, ანუ ნახშირბადით გამდიდრებული ფოლადი. თავის ღილაკიანად, ესეც ღილაკიც NFT ფოლადი გახლავთ. თვითონ აი ამ შავ მასას რაც შეეხება გახლავთ ტარის მასაზე მაქვს საუბარი, გახლავთ ცეცხლგამძლე შავი ებონიტი. ეს გამოვიდა ერთობლიობაში. ჩამკეთის სისტემას რაც შეეხება ტრიადლოკი. ტრიადლოკის მეორე შპონკა, ერთი შპონკა ზემოთ არის და მეორე შპონკა რამდენად ჩანს ვიდეოში არ ვიცი, მაგრამ აი ეგ არის. სადაც არის 2.5 მილიმეტრიანი სვერლოს კუდი გატარებული და გამაგრებულია თვითონ ფოლადშივე. და რაც აი მაგალითად ძალდატანების შემთხვევაში უკან დახრის საშუალებას არ აძლევს. ამას და ერთ-ერთ ბერკეტს წარმოადგენს დანის სიმყარისთვის, ასე რომ ვთქვათ. ისეთი გამოვიდა. ცოტა ზეთიანია და იმდენად ციფრიალი არ ეტყობა. ჩამკეთის სისტემა ორმაგი, ანუ ერთი, მეორე. გდება საკმაოდ აგრესიული აქვს. ზომებს რაც შეეხება გახლავთ გაშლილ მდგომარეობაში 29 სანტიმეტრი. პირის სიგრძე აი ამ წერტილიდან წვერამდე გახლავთ 13 სანტიმეტრი და 5 მილიმეტრი. ისეთი ერთობლიობაში. აი ეგ როგორც ყოველთვის ჩემი პროფესიული დამღა გახლავთ. ერთობლიობაში გამოვიდა ესეთი დანა. კლიპსაც რაც შეეხება ნახევრად უჟანგავი ფოლადია G75. თვითონ კლიპსაზეც გრავირება გატარებული. აქეთ ამ მხარეს, ანუ მარცხენა მხარეს დამკვეთის თხოვნით გრავირება გატარებული თვითონ თემატიკიდან გამომდინარე, მე არ ვიცი თვითონ რას ნიშნავს, მაგრამ დამკვეთმა ასე მთხოვა და ასე გავატარეთ. ერთობლიობაში გამოვიდა ესეთი დანა. ერთი, მეორე. ეს კი ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ ხილაკმა იმუშაოს და დანა გახსნას. ამ შემთხვევაში აი ამ მოძრაობით უკან წერთ ხილაკს და ნაიშლება. საკმაოდ აგრესიული გდება აქ. თვითონ ხილაკს რაც შეეხება, ხილაკი მაქვს გამოყენებული დურალუმინი, ბოდიში საავიაციო ალუმინი, რომელიც ფოლადი რო გამომეყენებინა თვითონ დაზღვევის ხილაკი.
ფოლადი ფოლადზე სრიალებს. აქედან გამომდინარე ვიყენებ ჩამკეტი მექანიზმის, ჩამკეტი ღილაკის ფუნქციისთვის ვიყენებ ალუმინს, საავიაციო ალუმინს, იქიდან გამომდინარე რომ ფოლადი ფოლადზე სრიალებს და ალუმინი ფოლადზე ნაკლებად სრიალებს. აქედან გამომდინარე ვიყენებ ალუმინს, რომ დაზღვეული იყო, კი ერთია, რომ დააზღვიე დანა ჯიბეში ჩადების დროს რომ ჩაკეტე და მეორეა დაზღვევის ასპექტი ის რომ ჩაკეტვის შემთხვევაში თვითონ ღილაკი არ დასრიალდეს და უკან არ გამოვარდეს. აქედან გამომდინარე ვაკეთებ ალუმინის, საავიაციო ალუმინისგან დაზღვევის ღილაკის ფუნქციას და დაზღვევის ღილაკს. სტიგა მოვიდა მარტივობაში. ფუნქციასაც წარმატებით იღებს. სიმტკიცე თავად ამის აღნიშვნა დამავიწყდა სიმტკიცე თვითონ პირის აი ამის ზემოთ. გახლავთ 61-62 როკველი შკალით, ანუ 61-62 ნიშნავს რომ შუშას და მსგავს მატერიალებს, ანუ წარმატებით იღებს. არ უჭირს და მით უმეტეს მყარი მასალების ხვრეტა არ უჭირს. ეს გამოვიდა მეთოვლეობაში. ასე და მშვიდობაში დამკვეთს და ყველას წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ყურადღებისათვის.